შუადღე მშვიდობისა ყველას. ჩვენ ყავს პოლიტიკური პანელი და არც ერთ ამ ადამიანს არ იცის, რა კითხვებ დავუსვამ მათ. მე ვაპირებ გავაკვირო ისინი. მე ვაპირებ დავუსვამ მათ რთული კითხვები. და ჩემი გამოწვევა ისაა, რომ ამ მოკლე სესიის შემდეგ ევროპაზე ჩვენ რაღაც ახალს ვისწავლით, რაც აქამდე არ ვიცოდით. მას ჩემი პირველი კითხვა ბრიტანელ ლორდს ეხება. ბრიტანეთში ბევრი ლორდია, მაგრამ ეს განსაკუთრებით კარგი ლორდია. და ჩემი კითხვა მის მიმართ ასეთია. დღეს Keir Starmerმა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, გადადგა. ის, როგორც თქვენ ისმენთ აუდიტორიიდან, Keir Starmeri არ ითვლებოდა ისრაელის მეგობრად. მისი ხელმძღვანელობის დროს ბრიტანეთის მთავრობა ძალიან კრიტიკულად აფასებდა ისრაელის ქცევას ღაზაში. ისრაელის მთავრობა ის ასევე კრიტიკულად აფასებდა იმას, რასაც ჩვენ სხვა ადგილებშიც ვაკეთებდით და მან პალესტინა სახელმწიფოდ აღიარა. ეხლა, როცა ახალი პრემიერ-მინისტრი მოვა, გაუმჯობესდება თუ არა ვითარება ისრაელსა და დიდ ბრიტანეთს შორის? წლების განმავლობაში ბევრი კითხვა დამისვეს. ამ კითხვაზე, ვფიქრობ, ძალიან მოკლე პასუხის გაცემა შემიძლია. არა. ამგონია, რომ პრემიერ-მინისტრი ბენჰემი, რადგან სავარაუდოდ ის იქნება, უფრო პროისრაელურ პოზიციას დაიკავებს, ვიდრე პრემიერ-მინისტრი სტარმერი. ეხლა უნდა აღვნიშნოთ ჩემი მიკერძოებები. მე, რა თქმა უნდა, ვარ ჩრდილოვანი გენერალური პროკურორი, ასე რომ ოპოზიციის მხარეს ვიმყოფები. ამიტომ არ უნდა ელოდოთ, რომ განსაკუთრებით კომპლიმენტებით გამოვირჩევი მთავრობის მიმართ. თუმცა სინამდვილეში არსებობდა და მგონი ახლაც არსებობს ტრადიცია. არ ვიცი, მარკ, თუ იცი ეს, ბრიტანეთის პოლიტიკაში ეს ძალიან ბრიტანულია. როცა საზღვარგარეთ ხარ, მთავრობას ძალიან არ აკრიტიკებ. არ მგონია, რომ ისრაელის პოლიტიკოსები ამავე ტრადიციებით თავს შებოჭილად თვლიან. მაგრამ მე მეშინია, რომ ასეა. პოლიტიკური აუცილებლობები, რომლებმაც პრემიერ-მინისტრი სტარმერი მიიყვანა იმ პოზიციამდე, რაც დაიკავა, არა მხოლოდ გაგრძელდება პრემიერ-მინისტრ ბანჰამის დროს, არამედ გაძლიერდება პრემიერ-მინისტრ ბანჰამის დროს. კარგი, მადლობა კარგი ამბებისთვის. ფიამა, იტალიამ სულ ცოტა ხნის წინ აირჩია ქალი, რომელზეც ყველა ამბობდა, რომ ის ისრაელის მეგობარი იქნებოდა. ის იყო იტალიელი, დონალდ ტრამპი. ის იყო ის, ვინც ევროპაში პოლიტკორექტულობას დაუპირისპირდა. მან სიმართლე თქვა და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. და განა ის დიდი იმედგაცრუება არ აღმოჩნდა. როცა დავაკვირდები, ვისწავლი. მელონი ახალგაზრდა, ძლიერი ქალია, რთული წარსულით, რადგან სინამდვილეში ის მართლაც ნეოფაშისტურ მოძრაობაში იყო ჩართული. ეს მითი არ არის, ხომ იცით, ეს სიმართლეა. ასე რომ მას უბრალოდ უნდა გადალახოს თავისი წარსულის ეს ნაწილი. ლიბერალი არ არის, ისევ კონსერვატორია, მაგრამ მაინც კონტაქტშია იტალიის პოლიტიკური ელიტის მეორე მხარესთან, რომელიც, როგორც იცით, ძირითადად მემარცხენეა. იცით, იტალია მართლაც ორ ნაწილადაა გაყოფილი. და ეხლა მეკითხებით, რატომ შეიცვალა აზრი მელონიმ? რატომ? ეს არის ნამდვილი მიზეზი. ორი მთავარი მიზეზია რატომაც. ერთი, იმიტომ რომ მან რეფერენდუმი წააგო. მან რეფერენდუმი მარცხენებს წააგო. ეს სულ ცოტა ხნის წინ მოხდა. მან გააცნობიერა, რომ მარცხენებისთვის რაღაც უნდა დაეთმო. საიდან უნდა აიღოს ეს რაღაც, რასაც მარცხენებს მისცემს? ხო, ახლო აღმოსავლეთის მხარეს ეს ყველაზე მარტივია, ხო იცი? იქ შეგიძლია რაღაც დაიჭირო და ყველას მისცე. შენ რა გენაღვლება? თუ რამე ცუდ სიტყვი ადამიანის უფლებებზე, ისრაელზე, რაც არ უნდა იყოს, ეგრევე მოდის შენდის შენთან და ეს დასრულებულია. ეს იყო ამბავი. ეს არის პირველი პუნქტი. მეორე პუნქტი. ტრამპი. ტრამპი ევროპელების დიდი აკვიატებაა, ხომ იცი დღესდღეობით? ამიტომ მას უნდა გაეზიარებინა ევროპის მთავარი განწყობა ტრამპის მიმართ. ახლა სიტუაცია უფრო გართულდა. და სწორედ ამიტომ ეხლა ხედავ, რომ ბოლოს ეს ნამდვილად შეცდომა იყო, რომ მან თქვა თითქოს მელონი ეხვეწებოდა მასთან ფოტო გადაეღო. საჩვენებელი ფოტო გადაღება. ხო, საჩვენებელი ფოტო გადაღებისთვის. კარგი, მე არ ვფიქრობ, რომ ეს მართალია, იმიტომ რომ მე რეალურად ვნახე იმ მომენტის ვიდეო და იქ ეს არ ჩანს. ჩანს, როგორ ლაპარაკობენ ისინი ერთად. არ ვიცი, ეს ამბავი როგორ გავვრცელდა.
მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჯერ მელონის კვლავ უნდა შეერთებოდა ევროპის ახალ იდენტობას, რომელიც ენტობას, რომელიც მთლიანად ტრამპის წინააღმდეგ იყო. ევროპის ახალი იდენტობა უკვე მრავალი თვეა ტრამპის წინააღმდეგ ჩამოყალიბდა და ეს ერთიანობა ისრაელთან ერთად ირანის წინააღმდეგ და ომში. ომი არის ომი, ეს სიტყვა, რომელსაც ევროპა ვერასდროს იტყვის. ასე რომ ეს იყო ერთ-ერთი გზა, რომლითაც მელონი ცდილობდა ევროპაში თავის გზის პოვნას. დღესდღეობით ყველაფერი ძალიან შევიწროვდა, რადგან ტრამპმა მართლაც პირდაპირ შეუტია მას. ამიტომ მას მოუწია რეაგირება, რადგან უნდა შეენარჩუნებინა ძლიერი ქალის იმიჯი და ვფიქრობ, რომ სწორედ ეს გააკეთა მან. და ვფიქრობ, რომ დღესდღეობით მას ცოტა ნანობს ის, რასაც აკეთებდა, რადგან მართლაც ძალიან გადამეტებული იყო ის, როგორც მოიქცა. მიუბრუნდებით მელონის, რადგან ვფიქრობ ის ძალიან საინტერესოა. პოლონეთი. პოლონეთი არის ქვეყანა, რომელთანაც ვფიქრობდით, რომ ისრაელს ძალიან კარგი ურთიერთობა ექნებოდა. მაგრამ, როდესაც ცენტრისტულ მემარცხენეები არიან ხელისუფლებაში პოლონეთში, როგორც დღეს არის, ისინი როგორც წესი ბრიუსელს და ევროკავშირს უჭერენ ხარს და ძალიან კრიტიკულები არიან. თქვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ცოტა ხნის წინ ძალიან კაცრი განცხადებები გააკეთა ისრაელის წინააღმდეგ. მაგრამ, როდესაც მემარჯვენეები არიან ხელისუფლებაში პოლონეთში, ჩვენ ჩხუბობთ და ვდაობთ ჰოლოკოსტის ხსოვნის საკითხზე. არსებობს იმედი, რომ პოლონეთთან ურთიერთობა გაუმჯობესდება. კითხვები ნამდვილად წინასწარ არ იყო შეთანხმებული, ეს ნამდვილად ასეა. ეს ძალიან მოულოდნელი შეკითხვაა სინამდვილეში. მე მართლა არ ველოდი, რომ ამაზე საუბარი მომიწევდო. ეს ნამდვილად არ არის თემა, რომელსაც მე კარგად გადვიცნობ. ის თანხმობა, რომელსაც ხედავთ ზოგადად მემარცხენე პოლიტიკაში კონტინენტზე მსგავსად ჩანს. და ეს არის შემთხვევა, როცა პროგრესულები აერთიანებენ ძალებს ისლამისტებთან ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ მიიღონ და მოიპოვონ სექსტარული ხმები. ასე რომ ეს ძალიან ნათელი კანონზომიერებაა, რომელიც ისევ და ისევ მეორდება. ეს ხედავთ დიდ ბრიტანეთშიც, ირონიულად, ებრაელების ხელმძღვანელობით მწვანე პარტიაში, მისტერ ზაკ პოლანსკი, ირონიულად, ეთიანებს ძალებს მოთთან, ალი და სხვა რადიკალებთან. ეს ხედავთ ჟან-ლუკ მელანშონთან და ლა ფრანს ინსუმისთან. ასევე მის ალიანსში ბალი ბაგაიაკოსთან და სხვა მრავალთან, მათ შორის რიმა ჰასანთან, რა თქმა უნდა, პალესტინელ ევროპარლამენტართან. ეს ხედავთ ესპანეთშიც, სადაც სოციალისტები აერთიანებენ ძალებს რადიკალურ ისლამისტურ ძალებთან. და ვხედავთ მესამე სამყაროს იდეოლოგიის ამ ტენდენციას იმ ქვეყნებში, სადაც ჯერ მასობრივი მიგრაცია არ შემოსულა, მაგრამ აქვთ მიდრეკილება, დააკოპირონ და მიბაძონ ყველაფერს, რაც დასავლეთში უკეთესად და უფრო ბრწყინვალედ ჩანს. და ამგვარ ტენდენციას გარკვეულწილად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაშიც ვხედავთ. ვთქვათ მაგალითად ისეთ მოულოდნელ ქვეყანაში, როგორიცაა სლოვენია, სულ ცოტა ხნის წინ პალესტინის დროშა ფრიალებდა პრემიერ-მინისტრის კანცელარიის წინ, სანამ იანიშ იანშა არ ჩაუდგა სათავეში და ახლობებით 2 კვირის წინ. და სანამ ის საერთოდ დაიკავებდა ამ პოსტს, პალესტინის დროშა მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა მოხსნა. მაგრამ ასე რომ ხედავთ, ეს უცნაური ალიანსი ისევ და ისევ მეორდება. და ეს უბრალოდ ევროპის და ევროპული კონტინენტის დემოგრაფიული ცვლილებების ანარეკლია. უფრო და უფრო ძლიერი, უფრო და უფრო ხმამაღალი და სამწუხაროდ უფრო და უფრო ორგანიზებული მუსლიმური ამომრჩევლის გულის მოგების მცდელობა. მოდით ინგლისზე ვისაუბროთ, რადგან შეიძლება მუსლიმური ამომრჩეველი იქაც გარკვეულწილად აქტუალური იყოს. და ასევე იყო უკუ შემთხვევაც. და ჩვენ ვნახეთ კონსერვატიული პარტია, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, როგორც ყველაზე დიდ ცენტრისტულ მემარჯვენე პარტიას ბრიტანეთის პარლამენტში. მაგრამ ბოლო გამოკითხვებსა და ადგილობრივ არჩევნებში თქვენ გადაფარა პოპულისტურმა მემარჯვენეებმა. ზოგი ადამიანი BBC-ზე შეიძლება კიდევ უფრო რადიკალურ მემარჯვენეებსაც კი უწოდებს მათ. და მე კითხავდით როგორც კონსერვატორს. ებრაელებს უნდა ეშინოდეთ პოპულისტური რადიკალური მემარჯვენეების ბრიტანეთში. არის იქ ანტისემიტური ელემენტებიც. მე ვფიქრობ, რომ ვინც ებრაული ისტორიის შესახებ რაიმე იცის, უნდა თქვას, რომ ანტისემიტური ელემენტები მთელ პოლიტიკურ სპექტრში არსებობს. მე ვფიქრობ, სრულიად ნაივურია იმის თქმა, რომ ანტისემიტიზმი მხოლოდ უკიდურესი მემარჯვენეებით ან უკიდურესი მემარცხენეებით შემოიფარგლება. რა თქმა უნდა, ისტორიულად ბევრად უფრო მეტად გვაშფოთებდა უკიდურესი მემარჯვენეები. მე გასულ კვირას პარლამენტში სიტყვით გამოვედი და ვთქვი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთში, ჯერ კიდევ მხოლოდ უკიდურეს მემარჯვენეებზე ფიქრობს, ან მათზე ღელავს. როდესაც სინამდვილეში ეხლა ებრაული ცხოვრებისათვის დიდ ბრიტანეთში ბევრად უფრო დიდი საფრთხე არსებობს და ამაზე ხვალ ვისაუბრებ. მოკლე რეკლამა ჩემი გამოსვლისთვის. ეს საფრთხე მოდის ამ უწმინდური ალიანსიდან, მარცხენა ფრთის და ისლამისტების წითელმწვანე ალიანსიდან. მაგრამ პოლიტიკური სპექტრის მასშტაბით სხვადასხვა ელემენტები არსებობენ.
რაც მინდა თქვა ისაა, რომ ეჭვი არ მეპარება. ზოგიერთი ლიდერი და რა თქმა უნდა მე ქემი ბადენოხის მიმართ მიკერძოებული ვარ, მაგრამ ვფიქრობ, მან ყოველთვის მტკიცედ ამაყად და საჯაროდ დაიცვა ისრაელი. ჩემი მზარდი შეშფოთება აქ გამოთქმული აზრების გათვალისწინებით ისაა, რომ ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში არა მხოლოდ არ იღებენ ხმებს ებრაელების მხარდაჭერისთვის, არამედ შეიძლება მივიდეთ იმ მდგომარეობამდე, როცა ებრაელების მხარდაჭერა ხმების დაკარგვად დაგიჯდებათ. და სწორედ ეს მაწუხებს ძალიან. კიდევ ერთი ოპტიმისტური პასუხი ჩვენი ბრიტანელი მეგობრისგან. ფიამა. ჩვენ გსმენია მემარცხენე მწვანე ალიანსის შესახებ. გსმენია მემარცხენეების შესახებ და ანტისახელმწიფოებრივი ისრაელიზმი თითქმის ინსტიტუციონალიზებულია მთელ ევროპაში. მაგრამ ვიყოთ გულწრფელები. თუ მელონი პროისრაელელი არ არის ისრაელი. ნუ თუ ევროპული ცენტრისტული მარჯვენას დავკარგეთ. იცით, ეს ძალიან გაურკვეველი სიტუაცია. ამ მომენტში ევროპის მთავარი ობსესია პუტინია და არა სხვა რამ. ამიტომ ისინი ცდილობენ იპოვონ ძალა, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ ამ სიტუაციას, მაგრამ არ შეუძლიათ. არ შეუძლიათ. ვერ პოულობენ, არა, ვერ პოულობენ, ვერ პოულობენ ფულს, ვერ პოულობენ ორგანიზაციას, ვერ პოულობენ გზას. და ამავე დროს ანტისემიტიზმი საშინლად იზრდება. გთხოვთ უბრალოდ გაითვალისწინეთ რა ხდება ევროპაში. დღესდღეობით არც ერთი ქვეყანა არ არსებობს, სადაც ანტისემიტიზმი არ იგრძნობა როგორც დამაშინებელი ფაქტორი საზოგადოებაში, პოლიტიკაში, ყველგან. ასე რომ აბსოლუტურად მართალი ხართ, როცა ამბობთ, რომ ეს შეიძლება გახდეს ელემენტი როგორც მემარცხენეებისთვის, ასევე მემარჯვენეებისთვის. და ამას ხედავთ შეერთებულ შტატებში, სადაც ეს უკვე ასე მოხდა, ამ ბზით. იცით, ეს არის ის, რაც შეიძლება მოხდეს და უკვე ხდება ევროპაშიც. და ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად ერთ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ევროპის კავშირისათვის აკვიატებად იქცა და შეიძლება კვლავ წამოიწიოს. და ეს არის ებრაელებისადმი სიძულვილი, რომელიც გადაიქცევა ისრაელისადმი სიძულვილად. სწორედ ეს არის მთავარი საკითხი. ეს არის სიონიზმისადმი სიძულვილი, რომელიც სინამდვილეში ებრაელებისადმი სიძულვილია, რაც უკვე არაერთხელ გვინახავს ევროპაში და ძალიან მძიმე, ძალიან საშინელი ფორმით. ის ხშირად გამოიხატება მტრულად განწყობილ ევროპულ კავშირში, მტრულად განწყობილ ევროპულ საბჭოში, რომლის წევრიც 5 წლის განმავლობაში ვიყავი. და იცით, დღეს ეს უარყოფის ფორმას იღებს. დიახ, ესაა დავამთავრე. ებრაელი ხალხის უფლების უარყოფის, საკუთარი საზღვრებში არსებობის უფლების უარყოფის. შემდეგ კი ეს ხდება იუდეასა და სამარიაზე აკვიატებად, რაც უფრო და უფრო ხშირად ჩნდება. და ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ისინი იმეორებენ ორ ხალხზე სახელმწიფოს შექმნის იდეას. ორ ხალხზე სახელმწიფოს შექმნის იდეას, მაგრამ სინამდვილეში ამბობენ, თქვენ კოლონიზატორები ხართ და იქ არ უნდა დარჩეთ. ხოლოდ იმიტომ გაძლევ დამატებით დროს, რომ კარგი ხარ და ქალი ხარ. დავასრულებ ოპტიმისტური ნოტით, უბრალოდ იქიდან გავაგრძელებ, სადაც ლორდი ვოტსონი საუბრობდა. ვფიქრობ, არსებობს ბევრი მიზეზი იმედისთვის. ვფიქრობ, რომ ევროპის პოპულისტური მემარჯვენეების დიდი ნაწილი სწავლობს ისრაელისგან და ისრაელის წინააღმდეგობას ისლამისტური საფრთხის მიმართ. ამას ხედავთ მთელ კონტინენტზე. ხედავთ ამას რასომლერ ასემბლემან, ნაციონალთან და ჟორდან ბარდელასთან, ამ ახალგაზრდა თაობის პატრიოტ ფრანგებთან, რომლებიც ნეწინააღმდეგებიან ჯიჰადისტურ საფრთხეს საფრანგეთში. ხედავთ ამას გერტ ვილდერსთან და მის PVV პარტიასთან ნიდერლანდებში, რომლებიც მტკიცედ უჯერენ მხარს ისრაელს და სწავლობენ ისრაელის ტრაქლის ტაქტიკას ჯიჰადისტებისა და ისლამისტი ტერორისტების წინააღმდეგ. ხედავთ ამას ვოქსთან ესპანეთში, ჰერმან ტირშთან, სანტიაგო აბასკალთან და ხორხე ბუხადესთან. ხედავთ ამას შვედ დემოკრატებთან, რომელსაც ჯიმი აკესონი ხელმძღვანელობს. ესენი ყველა ის ადამიანები არიან, რომლებიც ისრაელის მეგობრები არიან, რომლებიც შთაგონებულნი არიან ისრაელით და ისრაელის განძლეობის ისტორიებით. და ვფიქრობ, რომ ევროპული პოპულისტური მემარჯვენეების შორის ბევრი მეგობარია ისრაელის ხალხისთვის. დიდი მადლობა სტეფან. და დავასრულებ სიტყვებით. რომ ევროპა ზოგჯერ რთული ადგილი იყო ებრაელებისთვის, ზოგჯერ კი უფრო სასიამოვნო და სტუმართმოყვარე. და აშკარაა, რომ რთულ პერიოდს გავდივართ, მაგრამ ეს ყველაფერი ციკლურია. და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. უბრალოდ დროის საკითხია, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს. ყველას მადლობას გიხდით.